ბევრი ნიშანია რა აქვს საერთო იმ წლებს და ამ წლებს. უბრალოდ მეთოდები რა თქმა უნდა დრო სხვა იყო. ეხლა არ ისვრიან, არ ხოცავენ ესე ადამიანებს ამ რაოდენობით, რასაც მაშინ შვებოდნენ. მიზანი მაშინ იყო იგივე დათრგუნვა საზოგადოების დაშინება და საუკეთესო ნაწილის განადგურება მთლიანად, საუკეთესო მოაზროვნე, პასუხისგებლიანი, მშრომელი ხალხის ფიზიკურად განადგურება. ეხლა არის მათი მორალური განადგურება. ამ პროპაგანდის საშუალებებით, რაც დღეს არის და მაშინ არ იყო ეგ. როგორ არ იყო, მაგრამ მაშინ პირდაპირ ისროდნენ ტყვიას. მე მახსოვს იმას, რომ ვაკეთებდით ოკუპაციის მუზეუმს, დათრგუნული ამოვედი სახლში, იქვე იყო ნუცუბიძეზე ცხოვრობდა, იმიტომ რომ ეს დახვრეტის ესეთი დიდი ალბომებია უშუალებელი ფორმატის და წარმოუდგენელი რაოდენობით არის. რა სტრილაც, რა აი ყველა და რო უყურებდით, ნუ აი მართლა ძალიან მოქმედებდა და ამოვედე მამაჩემს ველაპარაკებდი, რომ ძალიან მძიმეა თქო რა არ ვიცი, აი უკვე თავბრუ მე ხოლმე მეთქი რა უბედურება და იცი რა ხომ მითხრა, აი ეგენი ხო მოკვდნენ, ხო დაიხოცენ მტრები, ომი იყო, ბრძოლაო და ვისაც სიცოცხლე მიესაჯაო, შენ გონიაო ის უკეთ იყო საბჭოთა კავშირში. ანუ თვითონ თავს თვლიდა სიცოცხლე მისჯილად, ასე ვთქვა და თავის მშობლებსაც, რომლებიც გადარჩენ და ცოცხლები იყვნენ, ეს იყო ძალიან მძიმე მათი არსებობა. ვისაც ეს გადატანილი ქონდა და ვინც შეინარჩუნა კრიტიკული აზროვნება, ანუ ამ შიშს გაუძლო. ეს ამ შიშმა ადამიანები შეცვალა. შეიძლება დამოუკიდებელ თავისუფალ სამყაროში ისე ეცხოვრა ბევრ დამნაშავეს, ვინც დღეს ვიცით გვარებით, ვარც ცოდნოდათ რომ დამნაშავეები არიან. შიში შვება, ეს ტერორი შვება ამას, აი კატასტროფული შიში იყო. ჩურჩულის ეშინოდა თავს. ჩვენ უკვე როცა ახალგაზრდები ვიყავით, ხო? ეს შიში გქონდა გადმოცემით, ხო, ფიზიკურად, ხო, დავცინოდით. ჩუმად სახში რომ გეუბნებიან, ბებიები, ბაბუები, ჩუმად ანეკდოტს რო ყვებოდი, ჩუმად. ჩვენები უკვე არ იძახდნენ ჩუმად, არა, კი, ჩვენ ვიცოდით, რომ ჩუმად უნდა ვიყოთ. ჩვენ ვიცოდით, რომ მეც ვიცოდი, ბავშვობიდან აი ეს მომყვება, ჩუმად. რომ არ უნდა ვთქვათ, მამაღლა. მე მახსოვს ერთხელ ის მქონდა აკრძალული ლიტერატურა ხო ჩუმად დაგქონდა და მეგობართან ვიყავი, ეს იცნობს მე ვეტყუისთან და დამრჩა. გახვეული გაზეთში და როგორ ვინერვიულე რომ აი ეს დამრჩა და მეორე დღეს აკადემიაში შევხვდით ღამე არ მეძინა ვკითხულობდი სანდო იყო ჩემი მეგობარი ვისთან დამრჩა ესე გადავცემდით და ვიცოდი ვისთან არ უნდა მელაპარაკო ეს რა იყო ეხა ეს იყო უკვე გახრწნის პერიოდი ეხა რითი გვანანესენი კოლოსალური ტყუილის უნარით აი ყველაფერს ტყუიან როგორც ბოლშევიკები ტყუოდნენ აბსოლუტურად ყველაფერს ხო სიკეთეზე, ბოროტებაზე ამოტრიალებული იყო ეს პირიქით. ეხლა არის იგივე. როდესაც ელიტა, მოაზროვნე ელიტა, ვისი იმედიც გვაქვს მომავლის, ვისაც აი სახეებზე ეთყობათ, რომ რაღაც იდეური მომავლის ხალხია, ეზიზღებათ. იმათი განადგურება უნდათ, უბრალოდ სხვა დროა და ეხლა შეუძლიათ დაიჭირონ ოჯახებს ზეწოლა იქონიონ და დაადუმონ, გააჩუმონ. ვერ ხოცავენ და მე მგონი ნერვიულობენ, რომ ისინი კიდე მათი არსებობა მაგრამ ანადგურებენ. ანადგურებენ. ხალხს 4-4, 5-5 ჯარიმა, ფინანსური სანქციები. მაგრამ მათი არსებობა ამათთვის საფრთხეა. ეგ არის მთელი უბრალოდ არსებობა. ეს არის ბოლშევიზმი.